პროფკავშირების კულტურის ცენტრში საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა განხორციელებული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა გიორგი კალენდიამ. სასულიერო პირმა ღონისძიების მონაწილეებს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ლოცვა კურთხევა გადასცა. მან სტუდენტურ პარლამენტსა და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა პროექტში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა სტუდენტური პარლამენტის და სახელმწიფოში მათი ღვაწლის შესახებ, სახელმწიფოს აღშენებულობაში მათი როლი თუ რამდენად დიდი არის, ამის შესახებ ჰქონდათ გამოსვლა, ძალიან კარგი გამოსვლები მოვისმინეთ და ამ გამოსვლებში ჩვენ ვხედავთ ჩვენი ახალგაზრდობა როგორ არის გულწრფელად ქვეყნის აღშენებულობაში ჩართული და ასევე მე ძალიან მიხარია ის, რომ მათი სურვილი და წყობილი არის, რომ ეკლესიასთან თანამშრომლობით იყოს ის, რასაც ისინი მომავალში გააკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან თუ ადამიანს უნდა, რომ ამ ისტორიის მქონე ქვეყანაში აკეთოს სახელმწიფო საქმე, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ზნეობრივ, სულიერ სინთეზს, რომელიც კონდეს უნდა თითოეულ ახალგაზრდას და მე ვთვლი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ამისთვის დღეს მზად არის, მათი გამწყნებული თვალები და ის სიხარული, რომელსაც ისინი გულწრფელად აკეთებენ იმ საქმეს, რომლითაც არიან ისე იგი მოწადინებული. მე მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაშია ჩართული. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ძალიან დიდი როლი აქვს ამაში და ამ როლს თვითონ ეს ახალგაზრდები და სტუდენტები რო ხედავენ, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ყოველდღიური მსახურება და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიემართება სწორედ იმისკენ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ თავისი ცხოვრების წესით ის უდიდესი წარსული და ისტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, თავის თავში საცავად აქციონ და თვითონ იქნება იმის მატარებლად, რაც ისტორიულია და რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი ერისთვის. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ ახალგაზრდებს, როგორც უკვე მივხვდი, ამ საქმეში. შეიძლება ეს დღევანდელ დღეში არის რაღაცა ზოგჯერ როლ თამაში არიან, მაგრამ უკვე ძალიან კარგად ესმით თუ რა შეიძლება ხვალინდელ დღეს სჭირდებოდეს ჩვენს ერს და რა შეიძლება მათ გააკეთონ. ამიტომ თითოეულ ახალგაზრდას მინდა მადლობა უთხრა, თანადგომა გამოუცხადოთ და ერთგულება იმ საქმეში, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მათ კეთილდღეობას იმ ქვეყნისთვის, რომელ ქვეყანაშიც მათ უნდა ცხოვრება, გამოადგებათ ყოველთვის მათ გვერდით იქნებით. ახალგაზრდა ასაკიდან ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდათ მათ და სურთ განავითარონ სახელმწიფო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა სწორედ გაახლავთ ერთი ძალიან დაწინაურებული ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახალგაზრდების ამ მიმართულებით ფიქრის საშუალების მიცემას, სხვადასხვა პროექტებით, სხვადასხვა რესურსებით მათ უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით ცხადია მხარდაჭერა ნებისმიერ დონეზე, მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზეც არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ თბილისის მერია ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა ჩვენი რესურსებით, ჩვენი შესაძლებლობებით გავაძლიეროთ ის საქმიანობა, რასაც ახალგაზრდების მეტად მონაწილეობა ჰქვია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროცესებში. დღეს ქონდა საქართველოს სტუდენტურ პარლამენტსა და მთავრობას 2026 წლის გაზაფხული სემესტრის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. დღეს 1400-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, ჩვენ ისინი დავაჯილდოვეთ. მინდა უღრმესი მადლობა გადავხადოთ თითოეულ მონაწილეებს, ორგანიზატორებს, საპატრიარქოს და ჩვენ მუდმივად თანამშრომლობთ და ეს ჩვენთვის კიდევ ძალიან დიდი мотиваციის მომცემია. კონფერენციაზე განხილულ იქნა ყველა აქტივობა წლის განმავლობაში, რაც კი ჩატარებულა ორგანიზაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოუხადო ორგანიზაციის ყველა მხარდამჭერ პარტნიორს, ასევე ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მხარდამჭერს საქართველოს საპატრიარქოს, რამე თუ ისინი ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდების სულიერ განათლებას უზრუნველყოფენ.
დღეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღე იყო მთლიანად სტუდენტური პარლამენტის სამთავრობისათვის. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე იყო, რადგან დღეს გავხდი საქართველოს სტუდენტური პარლამენტის სამთავრობის უშიშროებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. ერთ წელზე მეტი ამ პროგრამაში ვარ ჩართული. ჩემთვის დიდი პატივია რომ ვარ სტუდენტურ პარლამენტის სამთავრობაში, სადაც გავიცანით ძალიან ბევრი ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდა და მივიღე მონაწილეობა ძალიან ბევრ პრაქტიკულ და საგანმანათლებლო პროექტებში. დღევანდელ ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის 1400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის დასასრულს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილეებს სერტიფიკატები და დიპლომები გადასცეს.